არის ქარო დროზე მეტაჩქარო მე ვიცი რომ ამ ქალაქის მეგობარი ხარო დგომი არ ეგზიდანვე საბაგიროების მიმოსვლას ხიდიდან უყურებდი მზის ამოსვლას დგომი არ ეგზიდანვე ბატონო ხალხს მე დავდგები სულუყანა რიგებში აუხსნას ხალხს რატო გვაქვს ბოდიში მოსახლელი რატო უნდა ვიყოთ მადლობელი ამავდროულად ჩვენ საქმეს ვეთქვით რატო აქეთ პირიქით ბოდიში მოსახლელი და რატო არ უნდა აქ არის უკიდურესი გაჭირება. აქ ეხა რთულია ის ან ვინც ვერ ხედავს. ანუ მისთვის ძალიან ადვილია რომ აი შორიდან დანახული რაღაც, მაგრამ აქ არის საშინელი მდგომარეობა. აქ შვილები მოყავთ, რომ გამოყვებონ და იმდენად სოციალური ფონია, რომ აი უკვე ცუდად ვართ ხალხი, მარტო იმის ყურები თუ რა საწოდაობა არის. ხალხს რომელსაც ხელფასების სამოხი არ აუწიათ და მეტი შემოსავალი არა, იმიტომ ამ კომპანიაზე არის ეს ქალაქი დგას ამ კომპანიაში. სხვა მეტი შემოსავალი ამ ქალაქს არ აქვს. სხვა არაფერი არ არის ამ ქალაქში. არის ძირითადად ეს მაღაროების სკოლა და ბაღები და მერია, მეტი არაფერი არ არის. იქ ხეები უნდა დარგოს და მიწასაც თავისი კანონებია. ეს როცა მიწა არის უკვე მოსწორებული და მზად, იმ წუთში იქ ადამიანის დასახლება არ შეიძლება. წლები უნდა რომ მიწა დაждდეს, დავიდეს. რომ იქ მერე შეიძლებაოდეს ადამიანის დასახლება. აი ესეთია. ამას რო არ აკეთებს კომპანია და აქედან მერე იქ ნაკლები ხარჯი გაუდის. რა გაუდის? ღია კარიერზე მუშაობა მიდის 4-5 კაცი მაქსიმუმ. 4-5 კაცი. რა ეხარჯება? მარტო საკლავი და ტრაქტორის ნაწილი. კი, ძვირია ტრაქტორის ნაწილები, მაგრამ არც მასე მალე ფუჭდება. მოგება დიდია. რომელიც ერჩევს აქ კომპანია, მაღარო ძვირი უждდება. იქ ლესი უნდა, იქ დენი ეხარჯება 1000 წვირმანია რა, იქ რომელიც დიდ თანხებზეა დაკავშირებული. მაგით ვიცით, განა არ ვიცი, რომ დიდ თანხებზეა მიწისქვეშა მუშაობები, მაგრამ მიწისქვეშა დამუშავება როცა არის, ზედაპირულად ხალხი ნაკლებად არ ალდება. აი შავი ქვის გორებით სადაც ნახავთ. ეს მithom არ ვარგა, მაგრამ იმას თავისი გამოსხივება მაინც აქვს. მოკლედ, სამი თვია ხელფასები არ დარიცხულა. ვისაც დაერიცხა და ლიბერთი ბანკთან, ანუ სასესხო ვალდებულება ქონდათ. ანუ ჩამოეჭრა იქაც, მართლა ჩამოეჭრა და ეხა იმასაც ეუბნებიან, რომ ვიღა დაგიბრუნებთ მაგაზო, გალბატონო, ჯები თანამშრომელი მოვიდა და ამბობს, რომ იმ ოპერატორმა მითხრა, რომ გალბატონო, მაგაზო ვიღა დაგიბრუნებთ, სესხმა წაიღო და ეგიც არ გეყოთ და კიდევ ვალი გავხუ აქიდან და ან გამწარებული დღეში და ჩვენ თვითონ ეხა წარმოიდგინეთ, ჯერ ჩვენ რა გვაქვს, არაფერი, მაგრამ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ხალხი, რომ ზოგ წამალი უნდა, ზოგ საკვები უნდა, ზოგ ან კიდე ერთმანეთში რაღაცნაირად ორკაპიკს და მართლა ვიძახი, რომ საიდან მოგვაქვს ხო? აი არ ვიცი, მაგრამ ეს არის, რომ აი ნათესავი გვირიცხავს თანხას, გვეხმარება, ზოგი სად არის წასული, ზოგი სად აი ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, ყველა რაღაცას ანუ გვირიცხავს, რომ ცოტა ვიდგეთ ცოტა ხანს. მაგრამ ეს ხო სულ არ გაგრძელდება. და არა და ყველაზე ის არის, რომ ამ ქალაქის დატოვება არ გვინდა და აი ვერ დავტოვებ უბრალოდ. იმდენად მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი სოფელი და სულ იმას ვიძახი, რომ ჩემი წინაპრები, ჩემი ბები და ბაბუი საფლავს, აი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავტოვებ. ამ ქალაქიდან ვერ წავალ უბრალოდ და სხვაგან ვერ ვიცნობ. ჩვენთან მაღაროში შიგნით სიტყვა იყო ყველაზე საშინელი მოკტა. იყო ისეთიც, რომ დღესაც მუშაობს ის ბიჭი, ჩვენთან მაღაროზე, ოღონდ ჯოხით დადის, მიტინგებზე დაფრთხილავ, სიკვდილს გამოგვლიჯე. მე რა ვიქვია იმ ბიჭს სხვათა შორის. როცა მოყოლილი იყო ჩამონგრევის შედეგად მასაში, ეს ბიჭი თვითონ გვიძახოდა, თქვენს ნუ მეიკრავთ თავს, წადით. სატირალია, სასაცილო არ არის. კაცი იმარხება, ხედავ და მიატოვა. გამოგვლიჯეთ ეს კაცი. რაღაც წუთებში მაღარო ჩაინგრა ვაფშე. აი გვირავი რო არის, ეს გვირავი ამეისო.
იქ შეიძლება ნაწილ-ნაწილ დამეეტანათ მე ის კაცი. დაინახოთ ფეხს რო ადგავ, ვარდები ელემენტარული რა. და აი ამ სიტუაციაში სადაც მე ვარდები, წინ არის სახლი. ჩვეულებრივი სახლი. სადაც მიწარი დაქანებას. აქ არის იცი ჯერ ისე არ ხონდა იმ ხელათანხები ხელფასები რომ ჩვენ თვიდან თვემდე ყოფნოდა ეს შემოსავალი იმიტომ რომ ანუ თვიდან თვემდე როგორ ვიყავით იცი რაღაც რო ავიღებდით ხელფას მაღაზიაში გავისტურებდით ამ ნისიებს მერე შემდეგ ისევ ახალ ნისიებს იმიტომ რომ ჩვენთვის ანუ დასვენებაც არ არსებობს ეხლა ზაფხულზე რომ სადღაცას წახვიდე და აისვენო ერთი კვირის ეს ხალხო გამორიცხეთ მართლა გეუბნებით იმიტომ რომ ამის ფინანსები არ არის თვიდან თვემდე ცხოვრობდით ხელფასიდან ნისიიდან ნისიამდე ცხოვრობს ხალხი. ეხლა დღეს კიდე იმას ვფიქრობ ხალხი რომ ვიღაცის აი მაგალითად ადამიანი ამბობს რომ გული მაქვს მე ცუდათო და წამლები მჭირდება და ვეცდულობო და უეცრად ეხლა რამოდენიმე ხალბატონმა მოვიფიქრეთ ის რომ აი რა გავაკეთოთ იცით ხო წამლები რაღაცა ვიყიდოთ და ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ხო და ანუ დავეხმაროთ ხო რა იმიტომ რომ აქ არის აი პატარა ბავშვი ხალხი გამოსული გარეთ აქ დგას უკვე იცი როგორი სიტუაცია აქ ვართ ყველა ერთი ოჯახი აქ უკვე ერთმანეთის უკვე ისე ვართ რომ ერთმანეთს ვურეკავთ რომ აი დღეს შენ რა გაქვს აი რა შეგიძლია რომ ან მოგცი ან მოგაწოდო ან მომაწოდო აქ არის ერთი დიდი ოჯახი ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ქალები თავის გამოსხივება მაინც ის მყერი სად მიდის ადამიანის ფილტვებში ცხოველების ფილტვებში პირუტყვის ფილტვებში პირუტყვიდან ჩვეულებრივად ჯერს ყველს საიდან ხდება ჭიათურიდან სავსეა სავატყოფოები გულსის ზართა დაავადებები თირკმელის დაავადებები და ყველაზე დიდი ავატყოფობა მოდის ჭიათურიდან რისგან ამის გამო ის ყველა რომელიც თუ ის არ მიდის მადანში ის ყველაზე პირველი უნდა იყრებოდეს იმას ერიდან უნდა იყრებოდეს მიწა აი პაიკები რომელიც მუშას ეძლევა ჯერ ხო საშინელება იყო ბევრი შემთხვევა კატლეტი იყო მაგრამ მოშებული მუშა ჭამდა და გზავს როგორ უგდების დასუნავდა არ ჭამდა მაგრამ კაცი რომ 6 ტონა მარგანეცი გამოსოს ის ცარიელი ფერდებით ვერ გაგიფსებს იმას იძულებულია უნდა ჭამოს რა ჭამს თვითონ არ იცი შემოდიოდა სიღაციდან ისა რავიოთ რაღაც კონსერვის სახით რომელსაც ეწერა გაუცხელებლად შეჭმა არ შეიძლება სად გავაცხელო მაგარო ცეცხლიდან ხდება არ შეიძლება ცეცხლიდან თუ ყვავლი წამეიშოვა ყვავლი ადამიანის გაგუძვას გამოიწვა სად გავაცხელო იქ ტაფალმა კასრული მაქვს თუ რა შეიძლებოდა ახლა ისეთი იყო ხანდახან ამჟავებული მოდიოდა მაწონი გაფუჭებული იყო რაღაც პროდუქტი და ესეთი რაღაცეები იყო საწეიღებდა მაღაროში ადამიანი რადგან გადააგდო გვერდზე მე ეს გარეთ რომ შეიძლება იყო ისწავლეს ძაღლება შემოდიოდა შეგი და ძაღლები ასუფთავებდა მე მაღარო ჭამდნენ ისი მეტი აქ არაფერი აღარ არის რომ მთელი საქართველოს იცი რა არის თუ დღეს საქართველოში ყველაზე მეტი ცუდი მდგომარეობა არის ჭიათურაში ხვალ არავინ არ იცის რომელ რაიონს გაუჭირდება რომელი რაიონი ჩავარდება იმ მდგომარეობაში სადაც უკვე დღეს ჩვენო ხო ყავს აბიტურიენტი ერთი შვილი ყავს და იმას მეუბნება რომ შენ ახლა რას მეუბნები დედა იციო აი მე რო გავხდები სტუდენტი წავალ ამ ჭიათურაში რო ვუყურებ სიტუაციას რო ვუყურებ ამ ქალაქში მე როგორ დაუბრუნდები ხარის როცა აღარაფერი აღარ იქნება ამ ქალაქში მე როგორ უნდა დაუბრუნდები არადა უყვარს ჭიათურა მართლა იმიტომ რომ აი არის იტყვის ხოლმე თვითონ რომ სამეგრელოდანო მაგრამ მიყვარს ჭიათურა რა ყველაზე მეტად მიყვარს ჭიათურა აქ გაიზარდა აქ სწავლობს აქ ყავს მეგობრები ახალგაზრდების ერთად არ ხართ ჩართული პროცესებში. უყურე როგორ არის ახლა ინიციატივას არავის გამოუჩენია რომ მაგის ჩვენ რო ჩავერთოთ მაგ საპროტესტო აქციაში და რა ვიცი შეიძლება ეგეც მოხდეს რომ ინიციატივა ვინმე გამოიჩინოს და მოხდეს კიდეც ანუ ინიციატივა არ არის რომ ჩაერთო. ასე. მაგრამ სხვა შემთხვევაში ჩაერთობთ. ზოგ შეიძლება ანუ პირადად არ უნდა და ან ზოგ შეიძლება რომ ანუ ინიციატივას არ გამოხატავენ და მაგის გამო არ არიან ჩართულები. ანუ თქვენ მეუბნებით რომ იქ ხარ კარავში ვინც არის გამოდებული. იცნობთ? არც ერთს. არც ერთს. მაგრამ კონტაქტზე რომ გადმოვიდნენ ხარს დაუჭერთ. კი.
ისეთი რაღაცაც ხდება, რომ აი მაგალითად ბავშვები რო დაყავთ შობლებს რომელიმე მასწავლებელთან ან ცეკვის წრეში დაუშვათ და ვთქვათ, რომ აი მაგის ანუ ფული გადასახდელი რაც არის ვერ იხდიან რა, ბევრი პრობლემა იქნება. ჩვენთანაც ახლა პარალელ კლასს და ზოგ-ზოგიერთს ჩვენი კლასიდან ახლა ჩვენ მოსწავლეები ვართ სკოლის და ბანკეთთან დაკავშირებითაც ბევრი პრობლემა აქვს ზოგ-ზოგიერთი ვერ მოდის, იმიტომ რომ ახლა აქ ვინც ცხოვრობს, ბევრის ოჯახი არის, ჩვენი არ არის ახლა, მაგრამ ბევრის ოჯახი არის, რომ მაღაროში მუშაობს და რაღაცა და ხელფას არ უხდიან და ვერ მოდიან ფიზიკურად. ანუ კომპანიის ბრალი იმ შემთხვევაშია, რომ იქამდეც არ უნდა მieყვანათ საქმე, რომ აი ვიღაცას მაგალითად ვალი აიღო და რაც ადამიანს ეკუთვნის და რაც გამომუშავებული აქვს მისი შრომით და ჯაფით და ასე შემდეგ, აი ეგ უნდა მიეცათ და აი კომპანიის ბრალია მაგალითად, აი მე ასე მგონია, რომ კომპანიის ბრალია, რომ ადამიანმა მაგალითად ვალი აიღო და მე ბანკმა ჩამოაყენა. რაც ეკუთვნის ადამიანს, ეგ უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა. ბანკის გათვალისწინებაც შესაძლებოდა ბანკს რომ გაითვალისწინებია, რომ ასეთი რაღაცები ხდება ჭიათურაში და ცოტა დრო მიეცათ, რომ ანუ არ ჩამოიჭრათ ეგ თანხები და არ დაებრუნებიათ თვალები მასე ავტომატურად. ძირითადად ეხა მაღაროს გარდა სხვა ადგილი არ არის, სადაც იმუშავა, ხო? თვითონ ჭიათურაში იმუშავა. აი მასეთი რომ ანუ მუდმივად და სტაბილური სამსახური და სტაბილური ხელფასი კონდეს, მასეთი არ ამგონია რომ რამე. ძირითადი ეს არის. ანუ არის რაღაცები, მაგრამ მაღაროსთან, ანუ მაღაროში როგორც არის ახლა ხელფასები და განრიგი და ყველაფერი რაღაცა რა, მასეთი რაღაცები არ არის. შეიძლება დაიწყოს ადამიანმა მუშაობა კაფეში, მაღაზიაში, მაგრამ მაღაროსნაირი სამსახური აქ ჭიათურაში არ გაგვაჩნდა. ისე დიდი არც ისე კი არა, საერთოდ არ არის სამუშაოები, რომ რამე თავი გაეტანათ და მე მას ვფიქრობ, რომ პენსიის გარშე გაუჭირდებოდათ კი. სოფელში მით უმეტეს რახან სამუშაოები არ არის და ფულის შოვნის ხერხი მაგალითად ძირითადი არაფერი არაა, რომ ოჯახში ფული შეიტანო. მე მგონია, რომ გაუჭირდებოდათ კი. იმის ჩვენი სანაცნობოდან ახლა არიან ბიჭები, მაგალითად ჩემი ოჯახიდანაც არის ახლა მამაჩემი, ბაბუაჩემი დასაქმებულია და ჭიათურაში არ მუშაობენ, მიდიან თბილისში და იქით მასია ჩემი ოჯახი, გავსად არის ბევრის ოჯახი აქეთ, რომ ჭიათურაში ვერ მუშაობენ და მიდიან და თბილისში იწყებენ სხვადასხვა სამუშაოებს. მაგრამ სტაბილურია ეგ დასაქმება თუ აი დღიური სამშენებლოა? აი მასე სამშენებლოა რა, დღიური არ არის ახლა, შეიძლება ერთი თვე მაგალითად რომელიმე ობიექტი აიღოს და მეორე თვეში უკვე დაუსაქმებელი იყოს. შემდეგ მესამე თვეში კიდევ აიღოს და აი ასე რა. თბილისში ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც მუშაობს გამოუგზავნა ფული რომ მასწავლებელი ერთი მასწავლებლის თანხა გადაეხადა და ორი მასწავლებლის ფული დღემდე არ აქვს მიცემული და ანუ ის მასწავლებლებიც კი ხელს ვიწვევენ იმაში რომ იციან ეს მდგომარეობა რაც არის და აქ ითეუბნებიან ბავშვებს არ ინერვიულოთ რომ აი იმიტომ რომ ბავშვები როზიან უნდა თუ არ უნდა ხო ფსიქოლოგი მაინც იმაზე ფიქრობენ რომ აი ოჯახში თუ რა მდგომარეობა არის და ამიტომ ის მასწავლებელიც ცდილობს რომ ბავშვთან იყოს ისე რომ აი არ აგზნობდინოს არაფერი უთხრას რომ ხელს უწყობს რა ყველანაირად მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს თანხები გადასახდელი გვაქვს ბევრმა მშობელმა ცეკვიდან გაიყვანა ბავშვები ვინც წელს აბიტურიენტი არ არის და მე-11 კლასში ან მე-10 კლასში ემზადებოდა ანუ მაგენი გავიდნენ მასწავლებელთან იმიტომ რომ თან ეუბნებიან მასწავლებელს რომ სექტემბრიდან შემოგიერთდებით მას ანუ ხო მასწავლებელმა იცის რეალური მიზეზი არ ვიცი თუ მოვუწოდებ აი მთელ საქართველოს რომ ხმა მოიდეთ რა დღეს თუ ჩვენი ქალაქია გადასარჩენის დამიჯერეთ რომ ხვალ ყველას ქალაქი და ყველა რაიონი იქნება გადასარჩენი აქ არ ვფიქრობთ უკვე აქ უკვე იცი რა სიტუაცია არის ჩვენ ვფიქრობთ უკვე დღეს ჩვენი პირველი საკითხი რაც არის ქალაქი უნდა გადარჩეს და მე გადავრჩებით რა თქმა უნდა ოჯახები მაგრამ აქ რო ის რო რაღაცა დღეს ხელფასი ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა სამი თვის ხელფასია და დასარიცხი და ყველაზე მნიშვნელოვანი გათავისუფლებული ვარ ჩვენ 7 მარტიდან მე ჩვენ არ ვიცით აი აპრილის რა გველოდება მაისის რა გველოდება ივნისის ანუ ამის მომსვლელი ამის მთქმელი და აი ეს გვითხრას რომ ჩვენ მომავალში რა გველოდება აი აპრილის რა იქნება მაისის რა იქნება ამის მთელი ჩვენთან არავინ არ არის და ამიტომ დღეს მთელი ჭიათურა ფეხზე რომ აი გვითხრას ვიღაცა მოვიდეს და გვითხრას რას გვიპირებენ გვითხრან ის გამოსავალი თუ როგორ უნდა გადარჩეს ეს ქალაქი და ამ ქალაქში 3600 კაცის უკან დგას დაახლოებით 20000 ადამიანი ანუ მთელი ქალაქი მთელი რაიონი Ich bin
ein Bergmann aus Deutschland, war 40 Jahre lang im Bergbau tätig und wir haben 1997 auch einen Kampf gehabt, wo 60.000 Bergleute von heute auf gleich arbeitslos werden sollten. Und aus den Erfahrungen heraus haben wir 2013 eine internationale Bergarbeiterkoordinierung gegründet und auf der bin ich als internationaler Hauptkoordinator gewählt worden. 2023 haben wir die dritte internationale Bergarbeiterkonferenz in Deutschland durchgeführt und in dem Zuge haben wir Kontakt zu den Bergleuten hier in Georgien bekommen. Wir Bergleute brauchen halt die Unterstützung von allen. Und wir haben bei unserem Bergarbeiterstreik in Deutschland die Unterstützung der Masse der Bevölkerung gehabt, der Kirche und aber auch aus den Nachbarländern die Unterstützung der Bergleute, wie zum Beispiel aus Spanien. Ich fühle mich halt hier auch verantwortlich, die Unterstützung der Bergleute hier in Georgien weltweit zu organisieren. Es gibt mehrere Parteien und die in den Parlamenten haben sich immer mehr dazu entwickelt als Vertreter der Industrie und des internationalen Finanzkapitals. Deswegen müssen wir Bergleute auf unsere eigene Kraft vertrauen und müssen die Kräfte zusammenfassen, um dann auch unsere Interessen zu vertreten. Wir Bergleute haben aber auch nochmal eine besondere Verantwortung, weil der Bergbau ist auch nötig für das Überleben der Menschen, aber auf der anderen Seite müssen die Rohstoffe auch so gefördert werden, dass die Lebensgrundlage der Menschen hier nicht in Frage gestellt wird. Und da ist hier in Georgien der Kampf der Manganbergleute nochmal von besonderer Bedeutung, weil hier aufgezeigt wird, wie die internationalen Bergbaukonzerne umstellen wollen, die Rohstoffförderung vom Untertagebergbau auf ohne Rücksicht auf Mensch und Natur. Hier wird im Grunde genommen die Lebensgrundlage der Menschen in dieser Region auch in Frage gestellt, einer solchen Abbaumethode. Man muss hier Durchhaltekraft haben und ich sag mal, ich bin vom Herzen her einfach auch Bergmann und es sind meine Bergleute und tue alles dafür, um sie zu unterstützen und zu helfen, dass ihr Kampf auch ein Erfolg wird. ზედაპირული მუშაობა აქ არ შეიძლება. იმიტომ რომ ჭიდრო დასახლება არის. ჭიდრო დასახლებაში ესეთი რამე არ ამართლებს. თან არის მცოცავი მიწა. მიწა მოძრაობს მე. მიწას რო საკნელი გამოეცლება, მიწა უკვე მოძრაობს. მოძრაობს იმას მიყვება სახლი, იმას მიყვება დანარჩენი დამხმარე ნაგებობები, რაც აქვს ადამიანს. ფაქტიურად ადამიანის რჩება ხაერში. კომპანია კიდე იმდენს არ უიწყავს და არ აძლევს, რომ სადმე ახალი კი აი უბრალო რაღაცას ვერ გააკეთებ დღეს, იმაერ თანხას უხდის ხარ. ეს კომპენსაციის აქვს. ხო, კომპენსაცია. მე გავიგე რომ აი ბიორს 4 შვილის მამა დატოვეს ისე, რავი, ქუჩაში ყავდათ 4 შვილი. ბატონო, მაგნაირი 1 და 2 კი არა, ბევრია ეგეთი შემთხვევები. 1 და 2 ოჯახი არა, ესეთი ბევრია, რომლებიც მიტოვებულები არიან. შემოუარეს ერთ აღარ მახსოვს რომელი სოფელი იყო, უარს ამბობდა რომ დაეთმო თავისი სახლი კარი, თლად ჩამოუხსნეს გარედან ყველაფერი, აღარ გზა დაუტოვეს, აღარ ჩუქი, აღარ წყალი, ну დარჩა ადამიანი კუნძულზე რა ვთქვა. როცა ხალხის მასა დადგებოდა, კომპანია ყოველთვის უკან იწევდა. მოვიდოდა კომისია, შენ ნახავდა, შეამოწმებდა. ახლა ქართველი კაცი ისეთი არის, რომ თავის წინაპარს არავის არ მოათხრევია. აღდომას რომ მივა კაცი, თავის წინაპრის საფლავზე უნდა მივიდეს ის და საფლავი აღარ დახტება, იქანა რომ ჩავარდება ძირს. სადეძებოს იმან თავის მიცვალებულ. მაგის უფლებას არავინ არ მიცეს და ასეთ ამნაირ რაღაცას კომპანია ძერიდებოდა საერთოდ, რომ ხალხი ძალიან დაზარალდა. სასაფლაო ისედაც ხელშეუხებელი. ოპერატორებიდან უფრო ნაკლები, ახლა ოპერატორების შრომაც არ არის კანონით რომ მიუდგეთ მაგ საქმეს, ნახე ოპერატორებმა რა უნდა გააკეთო. როცა ზედაპირული დამუშავება მიდის მიწის, პირველი ფენა, აი ნაყოფიერი მიწა, რომელიც არის, ეს ფენა უნდა მოხსნას თავის გარკვეულ მანძილზე, დაასაწყობოს ცალკე. შემდეგ უვარგისი მიწა ცალკე უნდა დაასაწყობოს, გააგრძელოს მუშაობა, როცა ის თავი
ამოიღებს თავის განკუთვნილ მონაკვეთში ამ მადანს, უნდა ჩაყაროს მერე უკან ეს ფუჭი მიწა და თავზე უნდა დააყაროს ეს ნაყოფიერი მიწა. ეს არ ხდება. მიტო არის ეს გორევი, აი რაც ნახეთ თქვენ დღეს. როგორც ბანერზეა მითითებული, რეკულტივაციის დასრულების ვადა უნდა ყოფილიყო 2022 წელი. სამუშაოები არის შეჩერებული, მაგრამ რეკულტივაცია არ გამოიყურება აი ასე. აი ასე. სადაც უარი მივიღე ამაზე რომ პენსიონერები არ შეიძლება რომ იყოს პროფკავშირები. რატო პენსიაში რო ხო შეიძლება მე დამჭირდეს პროფკავშირი. ხო, დამჭირდეს პროფკავშირი, ხო უნდა მივიდე. მე რა, ჩემი პენსიიდან გადავიხდიდი იმ პროფკავშირის საწევროს, აქ პრობლემა ხო არაფერი არ იქნება. 6 თუ 28 ადამიანი, ზუსტად არ მახსოვს ციფრი. ჩვენ დაგვინიშნეს წინასწარ საპენსიო თანხა. როგორ პენსიონერს 300 ლარიანი. გეზდებოდა პენსია, ჩვენს გეზდებოდა ეს. ამას ნაწილს კომპანია იხდიდა და მთავრობაც რაღაც პროცენტს ამატებდა ამ თანხას. როცა საბუთები მოგთხოვეს რა ეს უნდა მოიტანოთ, ეს უნდა მოიტანოთ, ეს უნდა მოიტანოთ, მივედით ეს საბუთები გავაკეთეთ, მივიტანეთ და ეს საბუთები რომ მივიტანეთ, ის ბანკმა დაიწუნა ეს საბუთები. და რატო დაიწუნა ახლა ეს საბუთები ბანკმა? საბუთები იყო არასწორად შედგენილი, რომელიც გასცა კომპანიის ადმინისტრაციამ. ამის გამო დავზარალდით ჩვენ მუშები. მუშები დავზარალდით 3 თვის ესე იგი ეს პენსია, წინასწარი პენსია ჩვენ ვერ მივიღეთ. აი დღესაც მიდის მაღაზე ბრძოლა ამ პენსიის აღებაზე. მქონდა მე მიწერები პროფკავშირთან, პასუხებიც მომივიდა, რომ ჯერ თბილისში იყო განხილვა, მერე თბილისიდან საჩხერეს გადმოეცა. საჩხერეში თუ არავინ მიაკითხა, იმდენი საქმე აქვს დღეს მოსამართლეებს, რომ მაგისთვის არავის არ ცალია. ამიტომ უნდა იქ მიკითხვა უნდა ამ საქმეს უნდა მისდიოს პროფკავშირმა. რაღაც ეს თავის თავზე ეიღო პროფკავშირმა, მაშინ იმან უნდა მიხედოს. ჩვენ ამ 3 თვის პენსიას ჩვენ ველოდებით ისე ვიცი. მაგრამ ახლა გევიდა ხო ეს უკვე წელიწადია ეს დავამეტეს. წელიწადია მეტი თუ არა. არ საიდან არ არის. რამდენი მივწერე, იმდენი. ხო გითხარით რომ საქმე არის საჩხერეში გადაცემული. კარგი რა ადამიანი. მკვლელობა ხო არ მომხდარა. მკვლელობას იძიებენ რაღაც 2 თვეში, 3 თვეში. პენსიის ამბავი. ხო, ეს მკვლელობა ხო არ იყო ადმინისტრაციის დაშვებული შეცდომა, რომელმაც გაცა არასწორი საბუთები. ყავს დღესაც მუშაობს ის კაცი პენსიონერია, მთავარი ინჟინერია სხვათა შორის, მცოდნე კაცია, მაღაროს მცოდნე კაცია, თითქმის ახალგაზრდობიდან მაღაროში მუშაობს. მაგრამ მაგალითად დარღვევა მოხდა. თუ პენსია ეკუთვნის, ამ წუთში პენსიონერია, მუშაობს, პენსიასაც იღებს, ხელფასსაც იღებს. თუ კანონია და კანონობს, გავიდა კაცი პენსიაში, ხო? კი, მცოდნე. მე ჩემი საქმის მე მცოდნე ვიყავ. მაშინ მეც მომეცი გასასვლელი და მამუშავე. როცა ეს მე უთხარი ჩვენ მენეჯერს კომპანიაში, რომ დავჩები გავაგრძელებ მუშაობას და ევიღებ მე ამ კომპენსაციას, ჩემ გასასვლელ თანხას, ევიღებ და გავაგრძელებ მუშაობას. არა. სად არის უკვე კანონის დარღვევა. თუ იმისთვის არის ესე, ჩემთვის რატო არ უნდა იყოს ასე? მეც მომეცი გასასვლელი და დავჩები და გავაგრძელებ მუშაობას. თუ არა და როგორც მე მიშვებ, ადეგი და რაღაც მთავარი ინჟინერია რატო უნდა იყოს ისი? იყო ესეთი შედგენილი და რა პერიოდში გვიჭირდა. პირველ ცვლას რომ ვამთავრებდი, ხო მოვიდოდი საღამოს სახლში და უშუალოდ 5 საათზე მოვედი სახლში. უკვე 12 საათზე
ღამის ცვლაში უნდა წავსულიყავ. ესე იგი პირველიდან მესამე ცვლაში, პირველსა და მესამე ცვლას შუა დასვენება ამ მქონდა. ფაქტიურად ხო უძილარი მივიდა. მაღაროში იყო პირველი ცვლა, მეორე ცვლა, მესამე ცვლა. ხო. პირველ ცვლას რო დავამთავრებდი, უკვე შევდიოდი მესამე ცვლაში. ესე ამ პირველსა და მესამე ცვლის შუა დასვენება არ მქონდა, გარდა 5 საათიდან ღამის 12 საათამდე. მესამე ცვლას რო დავამთავრებდი, აი მაშინ ვისვენებდი უკვე 3 დღე ნახევარს. 3 დღე ნახევარს შევდიოდი მეორე ცვლაში. მეორე ცვლას რო დავამთავრებდი, 2 დღეს ვისვენებდი და მე ისე პირველში და ესეც ცოცავი გრაფიკით. ხო. მაგრამ ჩვენ გვიჭირდა პირველი და მესამე ცვლაში გადასვლა. მესამე ცვლა ისეთი ცვლა არის. აი მოდიხარ დილას, სახში ვერ აკეთებ აბსოლუტურად ვერაფერს, დაღლილი ღამენათევი თავისთავად უნდა დაწვე, უნდა დაიძინო. რომ იმ ღამეს ისევე შეუნა წახვიდე, 5 დღე უნდა იარო. გადაბულად 5 დღე ყოველ ღამე. 2 დღეს მესამე დღიდან უკვე ორგანიზმი ეწყება დაღლა. დაღლა, უკვე ორგანიზმი მოდუნებულია ამ ეს დანარჩენი დღე, მესამე დღის მერ, მესამე, მეოთხე, მეხუთე დღე. აი შეიძლება უკვე მოხდეს კიდე მარცხი. შენ განკუთვნილ დროს იმუშავებ მაღაროში, მანამდე იქ პაიკისთვის გაქვს, პაიკა რო შეჭამოს, შიგნით მისთვის გაქვს 1 საათი. იმ 1 საათში გინდა შეჭამე, გინდა ისე დაჯე. მაგრამ ვერ ჯდება იქ მუშა, გვირავგამყვანი, ვერ ჯდება იქ. რატო? ის არის იმაზე მისწრაფებული და გამაცადინებული, რომ იმან თავისი ნორმა შეასრულოს და მერე დაждდეს ერისმე. და რატო? თავი უკვე იმას ქუჩია, შეასრულა იმან თავის ნორმა. და ის 1 საათი რომ დაждდეს და მერე რაღაცა მოხდეს და ნორმა ვერ შეასრულოს, მერე უკვე იქ თავს გააძრობ. იქ არ ეკითხებია. შენ რომ მოცდი, რატო მოცდი? რატო ვერ გააკეთე? ჯერ მკითხე, რისთვის ვერ შევასრულე? რამ შემიშალა ხელი მიზეზი? და მერე მომთხოვე, რატო არ გავაკეთე? ეს იყო დაუწერავი თვითმიღებული გეგმა. თვითონ დადგენილი გეგმა. თუ რამხელა გეგმა ადრე არ იყო. რა ქნას, მის უკან ოჯახია, ცოლია, შვილია, მტერია, მოყვარია. რა ქნას? დღითი დღე უწიეს 1 ვაგონი და ევიდა ეს 1 ვაგონი უკვე 8-9-10 ვაგონს. და სანგრევის ისეთია ხანდახან არ გაძლებს ის საშუალებას, რომ შენ ამდენი გააკეთო. ხო, მერე მიდის ამ გვირავგამყვანზე ზეწოლა. ხელფას დაგაკლებ, არ მოგცევ ამ სატარიფოს, არ მოგცევ. ამას რომ მეუბნები, მე ხელი რამ შემიშალა, ეს მკითხე ჯერ. რო გეტყვი მე რაც მოხდა ეს ხელი შეშლა. მიდი, შეამოწმე, გადაამოწმე. პირადად მეც ბევრი მქონდა. მართალკაც რო ამტყუნე, მე ხო ვიცი, აი ჩემს ფლაზე ვამბობ, ჩემს ფლაში რა მოხდა, მე ხო ვიცი, ხო შეხება მაქვს აბსოლუტურად ყველასთან შეხება მქონდა. ვიცი იქ რაც მოხდა, სიდან მოხდა ის დაუევა. რატო ვერ გააკეთა ამან ის გასაკეთებელი? და ისე ყავდა ხალხი მონუსხული რა და შეშინებული, რომ მართალი კაცი ვერ ეპასუხება. მასეთი ერთეულები ვერ ეპასუხება. მე ვერ მithმენდი ამას. ამის გულისთვის მეუბნებოდნენ მე, შენ გაჩერდი, შენ არავინ არ გეხება. რატო იდებ თავს მის მაგივრად? ბიჭო, რანაირად? კაცი მართალია ამტყუნე. თქვენი ამტყუნებს მართალს. ეს რანაირად? თიშით რომ მუშაობს კაცი, ეს ყველაზე საშინელება. ამან გამოიწვია უნდობლობა. გამოიწვია კიდე აი დღეს რომ კაცი მუშა იყო, ვიღაცამ ხელი წამოკრა, ცოტა ზეიდე იწია, უკვე ის თავისი განვლილი პერიოდი დაავიწყდა და უკვე ზეიდან დაუწყო მუშას ყურება. უკვე ზეწოლა დაიწყო. ეს არ შეიძლება. ვინ მის მოყავს მაღაროზე? ვინ მისი ბებია? ან ბაბუა? კაცმა არ იცის და მაღაროს უცოდინარი კაცი არ შეიძლება. ხელმძღვანელი პირად რო იყოს უცოდინარი ადამიანი. ჩვენთან იყო დირექტორი. აი დირექტორად რო კაცს უშვებს,
დირექტორს უნდა ქონდეს აბსოლუტურად ყველა საფეხური დეტალურად გავლილი. მაგარო უნდა იცოდეს რა ვარ თავის ხელზე არის 5 თითი. და დირექტორი კაცი ამბობს ვაგონები გამოვიდა ნაკრულიო. მაგარო და ხო და ისაო იმას ვეებაო უკანო. იმას ვეებაო და ელმავალი ვეღარ მეგეიხსენ აი საქმე. დირექტორი კაცი ხარ ელმავალი არიცი ვაგონი არიცი. ისიც მარტო ნაკრულიო გამევიდა. ეს ხო ამას რომ მუშა გეიგონე უკვე შენ მის თვალში ფასი დაკარგული გაქვს აღარ ხარ შენ დირექტორი უკვე მუშის ლაფათქი ჭამდა ყველა პურს მეც ბევრჯერ მithქვია პურის ჭამაში ამ გვირაბ გამყვანებისთვის რომ თქვენ ლაფათქას ვენაცვალეთ თქვენი ჭამ მეც პურს კი მე ელზეინკალი ვიყავი მაგრამ ელზეინკალი მე რამ მევალებოდა მე უნდა მიმეყვანა შუქი სანგრები უნდა ქონოდა გვირაბ გამყვანს განათებული მას უნდა დაენახა იქ ყველაფერი შუქით. არ უნდა დაჭირებოდა იმას შიგნით ფარანი გვირაბ გამყვანს და ნებისმიერს უნდა ჭირდებოდეს შესასვლელად, გამოსასვლელად და ავარიული სიტუაციის შემთხვევაში. მაგისთვის ატარებს ის ფარას და გვირაბ გამყვანმა რომ მითი სანგრევი გაანათოს, ეგ უკვე დანაშაული. ტრაქტორები რო შემოიყვანეს, მაგით რა ხდებოდა? მაგენი უკვე იყვნენ მოსრებაზე რაც შეიძლება მიო რომ ინვესტორებთან ჩხუბი იყო ინვესტორებთან რომ ინვესტორები უნდა წასულიყვნენ და ვინც მერე თავრობას ატყობდა შემოიყვანდნენ იმას მაგრამ ამ უკრაინელებს გარკვეული წლით ჰქონდათ ეს მაღაროები ნაყიდი სანამ ეს დრო არ გეუდოდა ისინი არ წევიდოდნენ ორჯერ მოუგო ამ კომპანიამ სტრასბურგში სასამართლო ორჯერ მოიგეს აქაც დავები რაც იყო აქაც მეიგეს ამიტომ ვერაფერს ვერ უშვებოდნენ მაგრამ ბოლო გახადეს იძულებული შემოიყვანეს ეს ტექნიკა და ახლა უკვე სახელმწიფო გადაწყვიტა და ასე ვფიქრობ უფრო სწორად რომ მოსწრებაზე წავიდა უკვე რომ ეს კომპანია შეევიწროებიათ და დაიწყეს ღია გადახსნითი კარიერები. მაგაროშიდაც შემოიყვანეს მინი ტრაქტორები. მაგრამ ეს მინი ტრაქტორი თვითონ ვერ ჩეხავდა მადანს. ხო. თვითონ ვერ ჩეხავდა. ჯერ უნდა მოეჭრა ეს კაცს, მე აიღებდა, ჩაკრიდა მერე ვაგონში. ესე იგი დამოუკიდებლად ეს ტრაქტორი მაინც ვერ მუშაობდა. ან ჭირდებოდა ორი კაცი. ეს ამდენი თანხა ხო გადიხადეს? სიტყვი. ამ იმაში. ეს თანხა ვის დააგდა? ისე მუშას. ამის გამო მე ამათ რო არ გაამართლა ამ მეთოდმა, ზედაპირულად დაიწყეს სწრაფი მოქმედებები. სწრაფი გადახსნები. ამ სწრაფმა გადახსნებმა და ამ სწრაფმა მოქმედებებმა დააზარალა ხალხის სოფლები. ზოგ სულდეენგრა სახლი, ზოგი დანგრევის პირას არის დღეს. აი სასწრაფო არის ბევრი სოფლები, სასწრაფო რო დაჭირდეს ვერ მივა. ავადმყოფი უნდა მივიდეს სასწრაფოების და მაშინ რა ავადმყოფია ის სასწრაფოების თუ ავადმყოფი მივიდეს. არ ჭირდება მაშინ მაგნაირად ამenya სასწრაფო. ამიტომ ამით იმის თქვა მინდა რომ მე მაქვს ესეთი შეთავაზება, ჯერ არ ვიცი. რამ გადააწყვეტინა, რამ აიძულა, რომ 39 დღეს მომზადება აქ. იმპოზე რომ მთელი ახლის განმავლობაში სრულიად უყურადღებოდ დაგტოვა პროფკავშირმა და არ გულისხმობ მარტო 39 დღეს. თქვენ გემახსოვრებათ 1 ნოემბერს ჩვენ ვაპროტესტებდით კომპანიის გადაწყვეტილებას და გავიძახოდით იმას რომ რჩებით ბანკებთან 60% სამარა და ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური ვალდებულებები და ვამბობდით რომ ვერ გავუვიდოდით იმ 60%-ით ამ ყველაფერს. რაც აგერ რეალობაში დღეს უკვე გვაქვს. ამასთან ერთად აღარ წავალ იქით, რეები აკეთეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესაუბრებოდნენ კომპანიის ენით, იცავდნენ კომპანიას, იმეორებდნენ კომპანიის სიტყვებს და აგერ უკვე 39 დღეა ქუჩაში ვარ. გუში ჩამოვიდნენ იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადათ და რამე დამაიმედებელი ეთქვათ. მესამე დღეა ხალხს ხელფასი არ აუღია, თვეებია, ბანკში ფული ვერ გადაუხდია.
და არ ჩამოვიდნენ ბრალდებები. და თავსივით იმართებდნენ, რომ 3 თვის ნაცვლად 1 თვის 60% დავრიცხეთო. თუმცა პასუხი არ ქონდა დანარჩენს რა ეშველება, მომავალში რა იქნება. თუ პეტრიაშვილს, დავისი, სინდის რამუსი და კაცობა აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეხლა 39 დღეს იმის ფონზე რაც პროფკავშირმა გვაკადრა, როგორც მიგვატოვა, მოგზადება აქ, მოგზადეს ბატონო, მოვიდეს, ოღონდ არა ისე, რომ კაბინეტში დაждდეს და ორ-ორი კაცი გამოიძახოს მერე. აგერ მოგზადეს ახალხოს, აგერ რუბორი ბატონო, აგერ ხალხი ბატონო თბილისში რო გვიძახოდა, რომ ეს არის სულ პროფკავშირებისგან დაზარალებული ადამიანებიო, 10 კაცი რო დაგვინახა იქ. დაველოდოთ, კიდევ მოუწოდოთ ბაღაროელებს, შომელებს, ჩამოვზანდნენ, ხომ მოგზანდება პეტრიაშვილი, ჩამოვზანდნენ და დაველოდოთ ყველა ერთად. მივცეთ აგერ რუბორი და თუ არის მხოლოდ და მხოლოდ 10 კაცი პროფკავშირზე უკმაყოფილო და ჩვენ თუ ბოდიში გვაქვს მასთან მოსახლელი და მადლობები უნდა უხადოთ. აგერ აუხსნას ბატონო ხალხს, მე დავდგები სულ უკანა რიგებში. აუხსნას ხალხს, რატო გვაქვს ბოდიში მოსახლელი, რატო უნდა ვიყოთ მადლობელი. ამავდროულად ჩვენ საქმეს ვეთქვით, რატო აქეთ პირიქით ბოდიში მოსახლელი და რატო არ უნდა ერქვას ჩვენი უბნება დარჩელი და რა დანაშაული მიუძღვის ამ ხალხის წინაშე მთელი ახლის განმავლობაში. არა მარტო პირველი ნოებიდან, არამედ საერთოდ, რაც იცავს, ვითომ იცავს შრომელების უფლებებს, რას აკეთებს, რა უკეთებია და ასე შემდეგ. მე როდესაც გუშინ პროფკავშირს ვკითხე, როცა იყვნენ აქ ჩამოსულები, გავიგერე ესეთი თვის ხელფასი დაირიცხა და დაირიცხება. მაგრამ რა ეშველება დანარჩენს, როდის დაირიცხება? პასუხი იყო, რომ შენეგ არ გაინტერესებს. ესე იგი, კითხვას იმიტომ უსვამ, რომ მაინტერესებს და ეს ყველაფერი რო გვაინტერესებს, ამიტომ ვართ ხუჩაში გამოსულები. და ესეთი ცინიკური პასუხი გამცა. და რატო? იმიტომ რომ არ ქონდა პასუხი. არ იციან ამაზე არაფერი. შეიძლება იციან, მაგრამ იმხელა უბედურებაა, რომ ვერ ამჟღავნებენ, ვერ აღერებენ ამ ყველაფერს. ამასთან ერთად, მეგობრებო, უკვე 39 დღეა და ჩვენ მეოთხე დღეს გავაჟღერეთ მოთხოვნები და მას შემდეგ ვიძახით, რომ დროზე გჭირდება ჩვენ ყურადღება, გჭირდება მოსმენა, თორე გაიზრდება მოთხოვნები. მე არ ვიცი რა ეშველება ჩვენ ამხელა პრობლემებს, როცა 3 თვის ნაცვლად 1 თვის 60% გვერიცხება, 3 და 4 თვია უკვე დაგროვილი გვაქვს ბანკში სასაცილო ვალდებულებები. 3 თვის და 4 თვის რო გვაქვს გადასახდელი, როგორ უნდა შევძლოთ, რომ ეს ერთიანად გადავიხადოთ და მერე გადახდა გავაგრძელოთ. ამ ყველაფერს რა ეშველება, ამაზე პასუხს ვერავინ ვერ გვცემს. რა თქმა უნდა, პასუხს ვერავინ ვერაფერზე ვერ გვცემს. და არაფერი პასუხი ჩვენ ამ დრომდე არ გაგვაჩნია. მაგრამ ეს რო პრობლემაა და ეს რო თითოეულ ჩვენთაგანს გვაწუხებს, ეს ხო ფაქტია, ამას ხო ვერ გავექცევით. ამიტომ მოსაფიქრებელია სასწრაფოდ. რა ეშველება ამ პრობლემებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომ ყოველ სიმშვიდე მარტო ლუკმა ფურის ფული არ არის საკმარისი. თუ ბანკი გირეკავს და გემუქრება, რომ ვალის გამო საცხოვრებელ საგარდნებს ვერ იქნები ადამიანი მშვიდად. ამიტომ რა პასუხები აქვს პეტრიაშვილს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამ სასესხო ვალდებულებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 3-4 თვის დაგროვილია? რა პასუხი აქვს იმასთან დაკავშირებით, როდესაც 1 ნოემბერს კომპანია მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ბაღაროელები, ბანგანუმის მოპოვებაში დასაქმებული ადამიანები ერთი ხელის მოსმით გაეშვა სახლში და დატოვა მხოლოდ 60% სამარად, რომელიც რეალურად 60% არ არის, რომელიც შეატოვა ბანკის ვალებს და რომელსაც დაპირდა, რომ 1 მარტს, არაუღიარეს 1 მარტს სრულად აღსდგებოდა სამუშაოები. ამავდროულად კომპანია დაპირდა 1 ნოემბერს, რომ ამ სასესხო ვალდებულებებს მოუგვარებდა ხალხს.
მოუგვარებდა იმ ხრივ, რომ შემოიყვანდა ახალ ბანკს, გაუჩერებდა დროებით ამ სესხებს და გადაიტანდა ამ ადამიანების სესხებს ბევრად უფრო დაბალ პროცენტში, ვიდრე დღეს არის. და ამას იმეორებდა პროფკავშირიც, ბატონი თემურ სულამერაშვილი, ვინც განგებოდით აქ, რომ იყო შემოსული ეგერე ადგილზე მერიისილ ვესაუბრე. მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რაც მოხდა, გიხედავთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯერ სანატორიუმში აგვიყვანეს იქ განცხადებები შეგვავსებიეს, შემდეგ დარეკა იმ ბანკმა, რომელიც უნდა შემოსულიყო და ჩვენთვის შეღავათი უნდა გაეწია და იმაზე მეტი პროცენტებით შემოხტავაზე სესხი, ვიდრე დღეს გაგვაჩნია. რა პასუხია ამ ყველაფერზე, ესეც მაინტერესებს. რა პასუხია იმ ყველაფერზე, როდესაც ეხლა ჩვენზე ხელს იშვეს, ჩვენ თითქოს რადიკალურები ვართ, ჩვენ თითქოს აქ ხალხს ვატყუებთ, მოღალატეები ვართ. ჩვენ რო გამოვედით 1 ნოემბერს და ვამბობდით, კომპანია გვატყუებს და დიდი პრობლემები შეგვექმნება. ჩვენ ვაპროტესტებდით. ამ დროს სად იყო პროფკავშირი? რატო არ გაამახვილა ამაზე ყურადღება? და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. თუ ჩვენ შევძლებთ და თუ მას შეუძლია რომ მოვიდეს და ხალხის კითხვებს მოუსმინოს და პასუხები გააცეს, ოღონდ არა ისე, როგორც იქ თემურ სულამერაშვილის ნაცვლად ტარიელის დასმის კითხვებს ლავრენტი ალანიამ უპასუხა, რატო გაუშვი დედას გაბიცებ კარიერებიო. კითხვას გაცა ასეთი პასუხი, როცა ჩვენ პრობლემებზე ვეკითხებოდით და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, რომ კითხვებზე პასუხი რო არ აქვს, გადადიან რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. მაგრამ თუ შეუძლია რომ ჩვენ კითხვებს გასცეს პასუხი და თუ მართლა ის შრომელებზე ზრუნავს და აქვს რამე ხელშესაჭირი ინფორმაცია რეალური, აგერ მოსადეს ბატონო. ჩემი აზრით, მე პირადად არ ვაპირებ ოფისში ვესტუმრო პეტრიაშვილს. და მე ვფიქრობ, ყველა ასე უნდა მოიქცეთ. მე ისე რომ მოხდეს, როგორც თბილისში იკადრა, მიუხედავად იმისა, რომ ლაი რეჟიმში მიდიოდა ამ ყველაფრის ჩვენება, რა თბილისში იკადრა, ესე რომ იქნებდა თვით, ეს ხარ სულ პროფკავშირებისგან დაზარალებული. აგერ დადგეს ხალხის წინაშე და ილაპარაკოს. ოღონდ მე აქედან ურჩევდი, რომ თითების კნევას თავი დაანებოს და თავში ტვინი რო ქონეს, საერთოდ აღარ უნდა ჩამოდიოდეს, აქედან ამასაც ვიტყვი. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ პროტესტში ვართ და ეხლა არ ვაპირებთ, რომ ის პირადული ცხენები რაღაც ამ პროტესტში გავიოთ, ყველაფერს თავის ზუაქვს და ყველა აგებს თავის უსახსიელობაზე პასუხს, რა თქმა უნდა. არავის არ შეერჩება ჭიათურის გინება, ჭიათურების გინება, დედისა და ოჯახების გინება. მაგრამ ეხლა არ არის მაგისტრო. თუ რამე თავის გასამართლებელი აქვს, მოგზადდეს ბატონო და აგერ ილაპარაკოს ხალხის თანდასწრებით, ყველა შრომელის თანდასწრებით. მე დაგმებით ამ ყველაფერზე, რომ სახალხოდ ისაუბროს. ხელისაწყობით მაჩვენეთ, ვინც ეთახვებით, რომ სახალხოდ ისაუბროს. აქ ვარ სულ ბატონო ირაკლი, უმრავლესობა არის ამ აზრზე, რომ კაბინეტში კი არ მოგაკითხავთ. სათითაო დორორი ადამიანი. აგერ გამოგზანდით და რა გაქვს სათმელი ხალხისთვის, ახლა ესაუბრეთ. მადლობა ყურადღებისთვის. არ შეერჩება ჭიათურის გინება, ჭიათურების გინება, დედისა და ოჯახების გინება. მაგრამ ეხლა არ არის მაგისტრო. თუ რამე თავის გასამართლებელი აქვს, მოგზადდეს ბატონო და აგერ ილაპარაკოს ხალხის თანდასწრებით, ყველა შრომელის თანდასწრებით. მე დაგმებით ამ ყველაფერზე, რომ სახალხოდ ისაუბროს. ხელისაწყობით მაჩვენეთ, ვინც ეთახვებით, რომ სახალხოდ ისაუბროს. აქ ვარ სულ ბატონო ირაკლი, უმრავლესობა არის ამ აზრზე, რომ კაბინეტში კი არ მოგაკითხავთ. სათითაო დორორი ადამიანი. აგერ გამოგზანდით და რა გაქვს სათმელი ხალხისთვის, ახლა ესაუბრეთ. მადლობა ყურადღებისთვის. ხარების დღესასწაული მინდა გახარებული იყოთ ყოველ დღე და ყოველი წუთი. სიხარულის და ბედნიერების იყოს მთელი ცხოვრება თქვენთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს უკვე 39 დღეა. გახარებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გუშინ მქონდა დადებული 2 ადამიანზე კომატოზურ მდგომარეობაშია და რაღაც ანგარიში შევთავაზეთ. დაირიცხა 480 ლარი
და ასოცლარს ისევე კეთილი ადამიანების დახმარებით დაამატებს თეატრის შრომელთა კავშირი და საერთო ჯამში ამ ორ ადამიანს 600 ლარით დაეხმარება. ერთს უკვე გადავეცით 300 ლარი ამ დილით ველოდებით კვანტიძე კახას წარმომადგენელს რომ გადავცეთ მომდევნო 300 ლარი. ასევე გამოჩნდა კიდევ რამოდენიმე ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში და ანუ პრობლემები იმდენია რომ არ ვიცი რა გამოლევს რა საშუალება უნდა იყოს ის რომ ეს პრობლემები მოაგვაროს რა. თუმცა რასაც ფინანსები ჭირდება ეს არის შესაძლებელი რომ მოგვარდეს. თავარია ადამიანი იყოს ჯანმრთელობით და უკეთესად იყოს რა. ვეცდებით ყველანაირად რომ იმ გაჭირვებულ ადამიანებს რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არიან ჯანმრთელობის მხრივ თუ ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამის შესაძლებლობას გვაძლევს კეთილი ადამიანები. დღეს რო ვნახე ჩვენი ანგარიში, ჩემი ბოდიში, ვინმე მარიფიქროს რომ მე ვინმე მირიცხავს თეატრის შრომელთა კავშირის ანგარიში, რასაც ვაკვირდები ხოლმე და ვაკონტროლებ. საკმაოდ დიდი თანხა დაახლოებით 9000 ლარი დაირიცხა ამ დილით და ხარება ასე მოგვილოცეს შეათურლებს ხალხო კეთილმა ხალხო. და ამ 9000 ლარის გაკეთება ძალიან ბევრი კეთილი საქმე. ვისაც ესეთნაირად უჭირს ეკონომიკურად თუ ფინანსურად აუცილებლად შეძლების დაგვარად დავეხმარებით. ლიბრალია რაც დაგვემართა, ამათმა უნდა გამოასწოროს. ეს მინდოდა მეთქვა, მინდა რომ გამძლეობა გისურვოთ, არ დავიღალოთ 39 დღეა. მე მგონი თეატრის ისტორიას ამხელა პროტესტი არ ახსოვს. ზოგიერთი ვიცი რომ დაიღალა, წავიდა უშველა თავის თავს, დასაქმდა სხვაგან, მე იმათიც მესმის. მაგრამ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ბოლომდე ვერ მივიყვანთ 10, 20 ან 100 ადამიანი ჭირდება რაოდენობა განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გვექნება გრანდიოზული აქციები. ჩვენ ვართ გრძელვადიან პროტესტში და ვიდრე არ იქნება გამარჯვება, მანამდე არ გავჩერდებით არჩევით. ეს